გამარჯობა, როგორც დაგპირდით, ლაგოდეხიდან მოგესალმებით. დაიტბორა სოფლები, წყალი შევიდა სახლებში. ხალხს მოუწია საკუთარი საშუალებით და საკუთარი ძალით წყლის გამოტანა სახლებიდან. ზიანი დამდგარია, მე გაჩვენეთ ასევე ზიანი არა მარტო სახლებზე, არამედ ასევე სახნავ მიწებზე, ბოსტნებზე, ბაღებზე, დატბორილი ბაღები, ეზოები. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის და ხშირად ხდება ხოლმე. ხალხი ისევ უყურადღებოდა. ისევ ადამიანებს საკუთარი ძალებით უწევთ ამ სტიქიასთან და მის შედეგებთან გამკლავება. 2-3 ღამე არ უძინიათ ადამიანებს. შეთავაზება იყო, რომ თვითონ მოაგვარნონ პრობლემები, სანიაღვრეები თვითონ გაიყვანონ და ის საკითხები, რომელიც უნდა მოაგვაროს მთავრობამ, ეს საკითხები არ გვარდება. ეს არ არის მოსახლის საქმე. ეს არის მთავრობის საქმე. ჩვენ იმიტომ ვიხდით გადასახადებს, რომ მთავრობამ, მერიამ, გამგეობამ მოვიდეს, ყველაფერი დააპროექტოს, ყველაფერი აღრიცხოს და კომპენსაცია გადაიხადოს. მე ვიცი, რომ ხალხი, რომელიც ხართ ლაგოდეხში, კახეთში, საქართველოში, უცხოეთში უყურებთ ამ ლამაზ არაჩვეულებრივ მხარეს, რომელსაც სჭირდება მეტი მოვლა და ყურადღება. ყველა, ვინც დაზიანდა და დაზარალდა, ვისი მიწაც და მოსავარიც წაიღო, ვისაც ზიანი მიადგა, უნდა აღერიცხოს და უნდა გაეცეს მათ კომპენსაცია. ეს იქნებოდა მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა და ეს არის ერთადერთი სწორი გზა ყურადღებისა და მოსახლეობისთვის მხარში დადგომის. მე როგორც ყოველთვის სადაც ამბავია, სადაც ხალხს სჭირდება, იქ ვარ და ამას სადაც შემიძლია და სიტყვა მეთქმის, იქ ვიტყვი. მაგრად იყავით ხალხნო, დადექით ფეხზე, დადექით, გამაგრდით, იმიტომ რომ კი, ვითარება რთულია, ყურადღება არ აგვაქვს, მაგრამ ჩვენი სიმართლე ბოლომდე უნდა გავიტანოთ ყველა. დროებით.